მოგესალმებით ძვირფასო უფროსებო. დღეს მე და ბავშვებმა ერთად ზღაპარი უნდა მოვიფიქროთ. ასე რომ მოემზადეთ და განეწყვეთ მხიარულებისთვის. მზად ხართ რომ ზღაპარი მოვიფიქროთ? მე ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და რადგან გაზაფხულია, მე ესე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ზღაპარს გაზაფხულის შესაფერი ზღაპარს მოვიფიქრებთ. აი მაგალითად, კარგი იქნება რომ სასეირნოდ წავიდეთ ტყეში. მაგრამ ტყეში ბავშვების მარტო სიარული არ შეიძლება, მხოლოდ უფროსებთან ერთად. ამიტომ არ ინერვიულოთ, ბავშვები ჩემთან ერთად გაისეირნებენ ტყეში. მოკლედ, წარმოვიდგინოთ, რომ ვითომ ტყეში ვართ. ტყე ხო იცით რა არის? ტყეში არის ბევრი ხეები, ბუჩქები, ბალახები და რა ცხოვრობს ტყეში? კიდე? ყოჩა კიდე? მართალია. და ვიდრე ზღაპარს მოვიფიქრებთ, მე მგონი ჯობია რომ ჯერ სათაური მოვიფიქროთ ჩვენ ზღაპარს, კარგი? ყველა ზღაპარს სათაური აქვს, ხო? ხო, ვიცოდეთ რაზეა ზღაპარი, ხო და ეხლა აი მე ესე მოვიფიქრე რომ კარგი იქნება თუ უბრალოდ აი ესე დავარქმოთ. ტყის ზღაპარი, მოგწონთ ესეთი სათაური? ტყის ზღაპარი, თქვენც მოგწონთ? მე მგონი ძალიან კარგი სათაურია. ხო და მოდი ეხლა სანამ ზღაპარს დავწერთ, ანუ მოვიფიქრებთ, ჯერ მოусმინოთ ტყეს. აბა დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ რომ ხართ ტყეში. ტყეს აქვს თავისი ხმა. თუ კარგად მოусმენთ, ყურებით. ყველა ხმას გაიგონებთ. ყველაფერი ძალიან საინტერესოა ტყეში. დახუჭეთ თვალები. და წარმოიდგინეთ რომ ვითომ ქარი ამოვარდა და უცებ ხეებზე ფოთლებმა დაიწყეს შრიალი. აბა როგორ შრიალებენ ფოთლები? ავწიეთ ხელები ზემოთ და როგორ შრიალებენ? არ მესმის ხმა, როგორ შრიალებენ? ვერ გავიდი, აბა ხმა მაღლა. უფრო ხმა მაღლა. უფრო. ესეთი შრიალი ისმის ტყეში, მართალია. ეს არის ფოთლების შრიალის ხმა, როცა ქარი ამოვარდება, ხო? მაგრამ შეიძლება უცებ ტყეში წამოვიდეს წკაპუნა წვიმა. წვიმის ხმა როგორია? წვიმა ჯერ ნელა მოდის, ნახეთ, ესე ეცემა. ცეცხლი რა შუაშია, წვიმა მოდის. მერე უცებ აჩქარდა წვიმა. აბა, წამოვიდა, უფრო შხაპუნი, წამოვიდა შხაპუნი და მართალი ხარ, ეგ კარგია. ოღონდ ეს სხვა ზღაპარია. ჩვენ ზღაპარში ამოვიდა მზე ამოვიდა, გამოანათა რა? სხივებით გამოანათა და წვიმამ გადაიღო, მართალია. აღარ იყო წვიმა, ხო და წვიმამ რომ გადაიღო, მზემ რომ გამოანათა, უცებ რაღაცა სამური გალობა გაისმა ტყეში. აბა მოусმინეთ, კარგად ყურით, კარგად მოусმინეთ. უი, რისი ხმაა ეს? რა ხმაა? ჩიტუნები, როგორ ჭიკჭიკებენ, აბა? ჩიკ. და როგორ დაფრინავენ ჩიტები? რომ იჭიკჭიკებენ, მერე გაფრინდებიან, ხო? აი ეს გაფრინდებიან ჩიტები, მართალია. ხიდან ხეზე გადაფრინდებიან და გადმოფრინდებიან. მაგრამ გარდა ჩიტუნებისა, ტყეში კიდე ერთი პრანჭია არსება. დადის და თან მღერის. ხომ არ იცით რა ქვია? მელაკუდა, როგორ მღერის მელაკუდა? აბა წამოხდით ფეხზე და ვაჩვენეთ ერთი როგორ მღერის მელაკუდა. და თან თავის კუც ყველას აჩვენებს, იმიტომ რომ ლამაზი კუდი აქვს და იფრანჭება. აბა როგორ ატრიალებს მელაკუდა, კუც როგორ ატრიალებს მაჩვენეთ. კუდი დაიჭირა ხელში რა. დავატრიალეთ კუდი, ესე ატრიალებს მელაკუდა. მართალია. მელაკუდამ გაიარა პრანჭვით და უცებ სად იყო და სად არა. მიწამ დაიწყო ზანზარი. ბუმ, რა გამოჩნდა? დათუნია ბაჯბაჯ. აბა როგორ ბაჯბაჯებს დათუნია და როგორი ხმა ისმის? ბუმ. აი ესეთი ხმა ისმის და მიწა ზანზარებს. მაგრამ სინამდვილეში დათუნია ძალიან კეთილია. და დათუნიამ ბაჯბაჯით გაიარა და უცებ რაღაცა ღრენის და ღრჭიალის ხმა გაიგო ყველამ. მეც გავიგე. ნახეთ რა არის?
გელი რა შვება? რა შვება? რა საკეთებს? კბილებს? ილეწავს თუ ილესავს? კბილებს ილესავს. გაილესა მგელმა კბილები, აი ესე გაილესა და მე ხეზე იყო თავის თათები და ყველას შეგჭამთო, როგორ თქვა? ყველას ვერ გავიგე. ყველას აი ესეთი ხმამაღალი ხმით დაიღრიალა მგელმა და ჩქარა გამოიქეცით ჩემთან. ჩქარა მე მგონი მგელი მოდი, ჩქარა ყველანი მოდი ჩამეხუტეთ. მოდი ჩქარა ვისაც მგელის ეშინო და ბაბილინასთან გარბოდაო ნათქვამია ზღაპარში. ჩქარა მოდი. ყველა მოვიდა, მოდი ჩქარა. გამოცუნცულდი დროზე. დავიმალოთ. მოხოდი, მოდი ხელებში. ეს ზღაპარი ხო ჩვენ დავწერეთ. ხო და ჩვენი მგელი კეთილია. ეს მხოლოდ ზღაპარში იყო ასე, თორე სინამდვილეში ჩვენი მგელი, ჩვენი მეგობარია. ხოსია? გაცუნცულდით ახლა თქვენს ადგილებზე? ასე რომ მგელის ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ მგელი ჩვენი მეგობარია. მე მგონი ტყეში ძალიან საინტერესო ხმები გავიგეთ. ესე იგი, როგორ შრიალებენ ფოთლები ტყეში? დაახლა მომასმენინეთ აბა ხმა მინდა გავიგო. და წვიმა როგორ წკაპუნობს მაჩვენეთ? ხმა მაღლა მინდა წკაპ. მელაკუდა როგორ მღერის? დათუნია როგორ ბაჯბაჯებს? ბუმ. და მგელი კბილებს როგორ ილესავს? ესე ილესავს, იღრინება და ყველას შეგჭამთ. ასე ამბობს. მე მგონი ძალიან საინტერესო ზღაპარი გამოგვევიდა. თქვენ რა ასე არ ფიქრობთ? და სხვათა შორის თქვენთვის კიდე სიურპრიზი გვაქვს. ჩვენ ეს ზღაპარი ახლა მუსიკალურად უნდა გავაფორმოთ, ასე რომ მოემზადეთ.